მოკლედ მე მეზიზღება ის პაჩები, რომლებიც ჩამოდის ქვემოთ და არ დგება. უმეტესობა ზუსტად ასეა. ჩამოდის ქვემოთ და არ დგება ერთ ადგილას. ეს ცოტათი ჩამოდის, მაგრამ ძალიან კარგია. ეს არის თუ ვინმეს გაინტერესებთ. SV. I have no idea. მოკლედ უკვე რამდენი ხანია ველოდები, როდის გავა ჩემი წამლის დრო, რომ დავლიო ყავა. 10 წუთი დარჩა. მოკლედ მეგობრებო, დილით ვანთებ ხოლმე სანთლებს. რადგან დილით სანთლების დანთება ძალიან კარგია. თქვენც ბევრად უფრო კარგ ხასიათზე დადგებით, თან აურას გაწმენს. ეს უკვე იწვება და არ მინდა რომ მაგედა დაწვას. ამ ვლოგს ვიღებ უკუღმა ხმერთო ჩემო, ჩემი კანი გამოიყურება საოცრად, რაც ძალიან მახარებს. აი კიდე ჩამოვიდა. მოკლედ ხოშობა გამოუშვან ისინი, რომლებიც არ ჩამოვა ეს. ინული და ძა. მოკლედ არის თქვენ შემშენ თუ არა, მაგრამ ვინც აი ამ რძეს იყენებთ, ცოტათი მგონი გამოშეცვლილი აქვს და ცოტათი სხვანაირია, იმიტომ რომ ბევრად უფრო კარგი იყო ხოლმე თითქოს ადრე და ცოტა სხვანაირი გემოხონდა. არ ვიცი. ჩემშია პრობლემა თუ მართლა შეიცვალა გემო. პასხე ამერიკანოს მსგავსი ყავა, იმიტომ რომ თითქოს ეს უფრო მომწონს არ მინდა ძალიან რწიანი. რადგან ხასიათზე ვარ, მოდი ინსტაგრამისთვისაც გადავიღოთ ფოტო. ძალიან ცუდ ფოტოებს იღებს ამ ბოლო დროს ეს ტელეფონი და არ ვიცი რატო. კი. რისიც მე შინოდა სწორედ ეგ გავაკეთე, იმიტომ რომ საწოლი დავსვარე. ჩემი აივანი არის აი საოცრად დასალაგებელი და მინდა რომ ვინმე მითხრას ხატია აივანით დაალაგე, იმიტომ რომ უკვე ძალიან დასალაგებელია. ძალიან კი არა, ნუ ძალიან დასალაგებელია, ოღონდ მართლა. უკეთესია. გავიდა დრო, ამიტომ შეგვიძლია ახლა დავლიოთ ეს. მოკლედ არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის მიყვარს იატაკზე ჯდომა, ძირს ჯდომა, წინ მედგას კამი. ხო შეიძლება როგორც ნორმალურმა, როგორც ნორმალური ადამიანები იქცევიან, მეც აგრე მოვიქცე და უბრალოდ ამ სკამზე დავშტებ, მაგრამ ანუ ყველგან უნდა აი ესე ჩავიცუცქო თუ რაღაც და ეგრე დავჭდე. აი რატო გვყვარს ადამიანებს ესე ყველაფრის ატვირთვა სოციალებში არ გასმის, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად ძალიან მიყვარს აი ამ სტორების დადება და ბოლო პერიოდში მგონი ადამიანებს ძალიან მოვაბეზრე მაგით თავი, რომ ვდებ უამრავ სტორებს. It's my best side. მაგრამ მაინც გამოვაცა ჩემი anxiety დავამარცხა წინა დღეებში როდესაც რაღაცას ვეძებდი, მოკლედ გადმოვიღე ჩემი 5 საათის მაქვს ყველაფერი ის, რასაც სწავლობის წვრთნობის დროს, ასევე ჩემი დიპლომი და ვიპოვე ჩემი ერთ-ერთი ბლოკნოტი, რაშიც წერდი ხოლმე ყველაფერს ჩემს ემოციებს, როდესაც ვიყავი 17, 16, 18 წლის.
ხოდა დავიწყე ამის კითხვა და აი ამან დამობრუნა ისევ იმ დროში და წინდა მიდგა ისევ ის პატარა 17 წლის ხატია, რომელიც ვიყავი და რომელიც ძალიან დადგმული იყო ცხოვრებისგან, ძალიან ბევრ რამეს განიცდიდა, ემოციებით სავსე იყო. და ამან გამიჩინა კიდევ უფრო მეტად იმის სურვილი, რომ ბევრი ვწერო, იმიტომ რომ იმაზე უკეთესი არაფერი არ არის საერთოდ, როდესაც შემდეგ შენს ძველ დაწერებს გადმოიღებ და შეხედავ იმას თუ როგორი იყავი, რა ეს განიცდიდი, რა გრძნობები გქონდა, რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში და ყველაფერი გავიხსენე საერთოდ. ძალიან ნოსტალგიურია და აი ამაზე უკეთესი არაფერი არ არის, რომ უბრალოდ 5 წუთი მაინც ყოველ დღე თუ არა კვირაში რამდენჯერმე დრო დაუთმო წერას. რომ წლების შემდეგ გადმოიღო და აი ეს ყველაფერი წაიკითხო და ახლა ვნანებ, რომ რატო უფრო მეც ავწერდი იმ დროის გამო რაღაც პერიოდი საერთოდ არ ვწერდი და ახლა ვნანებ, რომ რატომ არ ვწერდი უფრო მეც, რომ ახლა მქონოდა იმის საშუალება უფრო მეტი წამეკითხა ზუსტად იმ დროს რას განვიცდიდი იმ მომენტში. და აი ეს ძველი მოგონებები და საერთოდ ყველაფერი გამიახლა. ასე რომ ყველას გირჩევთ, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი წეროთ ყოველ დღე. რომ როდესაც გაიზრდებით, ასე კი მოგემატებათ გადმოიღებთ და წაიკითხავთ თქვენი თავის პატარა ვერსიის შესახებ. მინდა, ანუ ჩემ საკუთარ თავს ვუთხრა, რომ დილით საერთოდ ტელეფონი არ აიღო. არა, უბრალოდ მარტო საათს დახედე და ეგაც. სახლი დავალაგე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ და ზოგადად ყოველ დილით სახლს ვალაგებ, ოღონდ რატო არ ვიცი, იმიტომ რომ ზოგჯერ არეული არ არის, მაგრამ მაინც უნდა დავალაგო. And a day agenda არ მაქვს, არაფერი საქმე არ მაქვს საერთოდ. არაფერი. ასე რომ უბრალოდ არაფერს არ გავაკეთებ. გარდა 10 ლიტრი ყავის დალევის. ბარ წიგნს ვკითხულობ, რაც თლად არაფრის კეთება არ არის. იმიტომ რომ წიგნს კითხულობ და წიგნის კითხვა უკვე კარგი რაღაც არის. რასაც შენ თავისთვის აკეთებ. So guys, არ თქვათ რომ მე ზარმაცი ადამიანი ვარ. უბრალოდ ამ წუთას ცხოვრებაში ეგ პერიოდი მაქვს, რომ ცოტა ზარმაცი ვარ. არის ხო შორის ფიქრობ მაგას რა გავაკეთოთ თქო. თან რაღაცის გაკეთება მინდა, თან არ მინდა გაკეთება. აი საშინლად გამოვიყურები, აი რანაირი სახე მაქვს, გან ნორმალურად დავჯდები კამერასთან, ან მას შევისწორებ ან რამე. But ეგეთი ვარ. მაგალითად დავიბადე ადამიანი, რომელიც არის სუპერ სენსიტიური, მოწყენილი, თან მხიარული და აი ამ ემოციების აღრევაა ჩემში. სხვათა შორის მეგობრებო მეძინა, თუ ვინმეს გაინტერესებთ. რადგან აქ ხშირ შემთხვევაში ვსაუბრობ ჩემს ძილზე და ყოველდღე ამაზე ვწუწუნებ. ხატია და მისი ძილის პრობლემები კი, ანუ ვერ ვიძინებ ვერას დროს, ამიტომ როდესაც მძინავს, ეს უნდა გაგიზიაროთ, რომ მძინავს, რაც ცოტა იშვიათობაა. ჩემი და ამას სკროლვას აბრალებ, შესაძლოა სკროლვაც იყოს და ძალიან მინდა რომ საერთოდ
საერთოდ TikTok-ი აღარ გავხსნა, არც Instagram-ი აღარ გავხსნა, მაგრამ არ შემიძლია და ჩემი აზრით TikTok-ს მაინც უნდა გადავაჩვიო და Instagram-ი ვსკროლო, რომელიც ბევრად უფრო ნორმალური პლატფორმაა ვიდრე TikTok-ი. აქ უბრალოდ ერთ რაღაცაშია საქმე, რომ მიყვარს ფოტოების გადაღება მთელი დღის განმავლობაში და ამას ვაკეთებ, ფოტოებს და ვიდეოებს ვიღებ, რასაც შემდეგ Instagram-ის stories ავდებ. და არ მინდა რომ ამდენი stories დავდო და საერთოდ გადავჭოდო ყველაფერი და ზოგადად ძალიან მინდა რომ აი რაღაც პერიოდი საერთოდ Instagram-ისგან და TikTok-ისგან ავიღო პაუზა, რომ საერთოდ არ შევიდე, არაფერი დავპოსტო და არაფერი გამოვაქვეყნო. რასაც ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ ვერ ვიძლებ. სხვა შორის ბოლო დროს მივეჩვიე აკეცილ თმას, არ ვიცი, ძალიან მომწონს აკეცილი თმა და ხშირ შემთხვევაში აკეცილი მაქვს ხოლმე. რასაც ცილოთ, არა ყანჩოს გვავა. ხშირ შემთხვევაში აკეცილი მაქვს ხოლმე და უკვე ძალიან მომწონს. და ბოლომდე იკეცებათ. მაგრამ Instagram რაღაც notification-ის ხმა რომ შემომესმევა ხოლმე ჩემთვის ვეუბნები ბოლო რამდენიმე დღე არა იყო ტელეფონი. იმიტომ რომ მინდა რომ აი ეს დამოკიდებულება ცოტა ჩავახშო ჩემში. არ აიღო, გვერდით მინდოს და არ აიღო ვეუბნები. რაღაცნაირად მომინდა რომ გამეკეთებინა მაკიაჟი. მიუხედავად იმისა, რომ ღამეა თან წყალი გადავივლე და ანუ რა მაკიაჟი უბრალოდ უნდა დაიძინო ხატია. მაგრამ ძალიან მინდოდა რომ მაკიაჟი გამეკეთებინა. ამიტომ რა გავაკეთე? ავდექი და გავიკეთე მაკიაჟი. მიუხედავად იმისა, რომ არსად არ გავდივარ საერთოდ. ხოდი შემდეგ TikTok ვიდეოები გადავიღე და ამან გამაბედნიერა. Yes. ხომ ამბობდი წინა ვიდეოში რომ თავს კარგად არ ვგრძნობდი. ხო და აი ახლა ეს ყველაფერი რო გავაკეთე, თავს 2%-ით უკეთესად ვგრძნობ. Yes guys. სხვათა შორის 5 წუთში გავაკეთე ეს მაკიაჟი. რაღაც ექსპერიმენტს ვატარებდი, მაგრამ არ გამომივიდა, იმიტომ რომ მაკიაჟის გაკეთება არ ვიცი. და ერთ და იგივეს ვიკეთებ. But ეს ძალიან საყვარელი გამოვიდა მგონი. რატო ხდება ხოლმე ისე, რომ მაგალითად, როდესაც სადმე მიდიხარ და მაკიაჟს ვიკეთებ, ზუსტად მაშინ აი ეგ მაკიაჟი არ უნდა გამოგივიდეს და გამოდის რა ვისაშნელება ეწვალები, შემდეგ იშლი, შემდეგ ახლიდან იკეთებ, იშლი ახლიდან იკეთებ და ნერვები გეშრება მოკლედ და ბევრად უფრო ცუდი გამოდის. და უბრალოდ რომ შენთვის იკეთებ სახლში, მაგ დროს გამოდის, ანუ ძალიან კარგი იდეალური. თითქოს აი სადღაც წახვედი და იქ გაიკეთე სადმე Z კლასის სალონში მაკიაჟი. ჩემი მეზობლები აკეთებენ რემონტს. ღამის 11 საათზე რატომ უნდებათ ადამიანებს რომ გააკეთონ რემონტი? დილის 6-ზე რომ იწყებენ აი ამ ხმებს რაღაც ბურღის და ჯი, ანუ 11 საათამდე აგრძელებენ. ძალიან ბევრი TikTok ვიდეოები ავტვირთე. თუ ჩემი TikTok-ი არ გაქვს გამოწერილი, გამოიწერეთ. არ ვიცი რის გამო, მაგრამ გამოიწერეთ. უაზრობებს ვდებ ხალხო TikTok-ზე ვდებ დებილობებს ძალიან მართლა და თან ბევრს რომ ვდებ ხოლმე ამაზე ძალიან მეშლება ნერვები. ხო და შემდეგ ერთ საათში ისე ვშლი ხოლმე. და დრაფტებში ამავდროულად მაქვს მილიონი ვიდეო. გადავწყვეტე რომ თუ ვიღებ ამ რაღაცებს, მაგრამ მაკიაჟსაც მოვიშორებ და ამასაც გადავიღებ.
თმა ავიკეთოთ. ხო. ძალიან რბილია ჩემი თმა, მართლა ძალიან რბილია. კოდელის მოსაშორებელი რძე, რომელიც მართლა გითხრათ, კარგად არაშორებს მაკიაჟს, ასე რომ მაკიაჟის მოსაშორებლად აი ეს არ შეიცინოთ. იმიტომ რომ დაგტანჯავთ და მაკიაჟს არ მოგაცილებთ. ნუ ნორმალურად თორე ისე რაღაცა სიზამს და მოგაცილებთ. აი თვალებზე არის ხოლმე ისეთ რომ მაკიაჟის მოსაშორებელი უნდა სცადო თვალზე. თვალის მაკიაჟი თუ მოგაშორეთ ეს ტუში რაღაც იმიტომ რომ ტუში არის ყველაზე რთული მოსაშორებელი და ყველაზე საშინელებაა საერთოდ, მაშინ ესე იგი ეს მაკიაჟის მოსაშორებელი კარგია. ეს უნიტაზი რაღაც ხმებს გამოსცემს უკვე ძალიან დიდი ხანია და ისე ნერვებს მიშლის პირდაპირ ტვინში ჩამესმის ეს ხმები. ბილაბის დასაბანი მაჩას და ყველაფერი რომ მაჩასი მაქვს საერთოდ, ანუ ესეც კი მაჩას დასაბანია. რომელიც აი იმდენად ცოტაა საჭირო რომ ვერ გეტყვით და ძალიან საოცრად ქაფდება და ეს რომ ბევრი დაიდოთ არ ვიცი რას იზობს. დღეს არაფერი გამიგეთებია ისეთი. სამსახურში ვიყავი, სამსახურიდან მოვედი. მეძინა, თითქოს მეძინა და ძილი არ იყო, ნახევრად ძილი იყო, ისიც ნახევარი საათით და აი დავიტანჯე. მაგრამ გამოგვიჭა, არაფერი არ გამიკეთებია. დავიბანე მაკიაჟი გავიკეთე და ღამდა. რატო გადის ასე სწრაფად დრო? ამას ბოლომდე არ შევიმშვალებ. ნესტიანი იყოს. და ორდინარის შრატი. ომელევა ეს შრატი. ჩემი ერთ-ერთი აღმოჩენა პროდუქტი უნდა გაგიზიაროთ, რომელიც არის აი ეს სახის კრემი. ეს არის Sintella 24-ისგან Madika Cream Time Reverse. ამ კრემს რომ წაისვამთ სახეზე აი პრიალე იქნებით, აი არ ვიცი. უპრიალესი მართლა ისე იპრიალებთ. თუ გინდათ საოცარი პრიალება და საოცარი დატენიანება, ეს პროდუქტი უნდა წაისვათ სახეზე. რამის ჩემი საყვარელი თმის ზეთი გავტეხე ამ წუთას. That's all, guys. სულ ეს არის და ტუჩის ბალმი ამავე ბრენდის ბილაბისგან, რომელსაც საოცარი სურნელი აქვს ატმის. აი ესეთი შეჭმარა აგინდება. ამბალო დროს რაღაც ძალიან ხელი მეკვრება ან რაღაც მემართება ყველაფერზე. რატო? By the way, წავედი. უნდა დავიძინო.